სოციალ-დემოკრატია ძალიან ხშირად გაიგივებული არის ეკონომიკის და ეკონომიკური სიმდიდრის რედისტრიბუციასთან რა, ანუ ეკონომიკური რესურსების გადანაწილებასთან. მაგრამ ჩვენ და საქართველოში ეს ძალიან მკაფიოა კიდევ უფრო, ჩვენ ვლაპარაკობთ არა მხოლოდ ეკონომიკური სიკეთეების გადანაწილებასთან, არამედ ძალაუფლების გადანაწილებასთანაც რა. ნუ მოქალაქეს უნდა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან ურთიერთგანპირობებულია და კავშირშია ერთმანეთთან ეკონომიკური ძალაუფლება და პოლიტიკური ძალაუფლება და ხშირ შემთხვევაში არც გამოიყოფა, მაგრამ ტექნიკურად ესეა, რომ არა მხოლოდ ის, რომ მე მქონდეს არა მხოლოდ ის, რომ პენსია სამართლიანი იყოს, იმიტომ რომ სიმდიდრე სამართლიანად გადანაწილდება და პენსიას უფრო მეტი მოუწევს, ან თქვათ ის, რომ სოციალური დახმარება, ან საჯარო მოხელის ხელფასი უკეთესი იყოს, ან სკოლის მასწავლებლის ხელფასი უკეთესი იყოს, არა მხოლოდ ამას განაპირობებს სოციალ-დემოკრატიული პროგრამა, არა მხოლოდ ის, რომ ეკონომიკური სიკეთეები გადანაწილდეს თანაბრად, არამედ ის, რომ ძალაუფლებაც თანაბრად გადანაწილდეს და ვიღაცა ერთ კონკრეტულ ჯგუფს, ან მხოლოდ პარლამენტში მყოფ ელიტურ წარმონაქმნებს კი არ ქონდეთ შესაძლებლობა, რომ განსაზღვრონ ამ ქვეყნის მომავალი, არამედ ესეც გადანაწილდეს ყველა იმ ადამიანთან, პენსიასთან ერთად ძალაუფლებას მოემატოს ადამიანს, სოციალურ დახმარებასთან ერთად მისი ხმის გავლენაც გაიზარდოს, ხელფასთან ერთად მისი შესაძლებლობაც გაძლიერდეს, განსაზღვროს საკუთარი ბედი. აი ამაზე ვლაპარაკობთ, არა მხოლოდ ეკონომიკის, არამედ ძალაუფლების დისტრიბუციაზეც უნდა გავაკეთოთ ჩვენ ძალიან დიდი აქცენტი, თუ გვინდა ნამდვილი სოციალ-დემოკრატიული მომავალი.